საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის მეცნიერთა დელეგაცია ეწვია 12 კაციანი ჯგუფის ვიზიტი ქართულ-ფრანგული ორმაგი დიპლომების გადაცემას უკავშირდება. ტექნიკური უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს ორდიპლომიან სამაგისტრო პროგრამას მევენახეობა მეღვინეობის დარგში. ვიზიტის ფარგლებში პროგრამის 5 კურსდამთავრებულს ფრანგული დიპლომების საზეიმოდ გადაეცა. ჩვენ სტუდენტებს გადავეცით 2 დიპლომი. ერთი რა თქმა უნდა ევროპელმა კოლეგებმა, ხოლო ერთი გადავეცით ჩვენ, ეს არის ევროპული სამეცნიერო ხარისხი, მასტერის ხარისხი, რომელიც ჩვენ გაერთიანებული ვართ 16 უნივერსიტეტში. ჩვენ ვართ ვინიფერა ევრომასტერის წევრები ამ კონსორციუმისა, სადაც სწავლების დროს ჩვენი სტუდენტები როგორც სწავლობენ საქართველოში, ასევე სწავლობენ სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში. მინდა მადლობა უთხრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე ფრანგო-ქართულ უნივერსიტეტს, მონპელიეს უნივერსიტეტს, უდინეს უნივერსიტეტს და მთლიანად კონსორციუმს, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ ჩვენ ქართულ სტუდენტებს შეგვეძინა უდიდესი გამოცდილება. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გვემუშავა საფრანგეთში, ისეთ მარნებში, რომლებიც მდებარეობს ბორდოში, ლანგვედოკში და ასე შემდეგ. ისტორიულად ეს ტექნოლოგიები და ეს პროდუქცია არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გვიწევენ ამაში დახმარებას, ასწავლიან ჩვენ სტუდენტებს, ასწავლიან ტექნოლოგიებს, რომლებიც მერე ჩამოდიან და შესაბამისად საქართველოში ქმნიან უკვე პროდუქციას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი. კლიმატით